ჩვენ ახლა ვიმყოფებით განათლების სამინისტროსთან, სადაც თქვენ კადრშიც ხედავთ, აი ახლა შეგიძლიათ ნახოთ მასწავლებლები, რომლებიც უკვე იკრიბებიან იმისათვის, რომ შემდგომ მარშით გადაინაცვლონ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა მოითხოვონ ეთერი, საეთერო დრო და შემდგომ უკვე ისინი გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკვე 53 დღე არის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გეტყვით, რომ მასწავლებლებს აქ მოტანილი აქვს სხვადასხვა ბანერები, დროშები და ისინი ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა არის ისეთივე, რაც არის აქციების მონაწილეების, ისე არის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ასევე მეორე მოთხოვნა გახლავთ ის, რომ გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც აქციების დროს დააკავეს. სწორედ ეს ორი მოთხოვნაა მათი მთავარი მოთხოვნები და ისინი წუთი-წუთზე გაემართებიან სწორედ განათლების სამინისტროდან საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ და ისინი ელოდებიან კვლავ მასწავლებლებს, რომლებიც აქეთკენ მოდიან. აქ არიან სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ პოლიტიკის შემოქმედნი. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები არ კმარა, არამედ მათ სწორი მოქალაქეობა უნდა ასწავლონ და აქტიური მოქალაქეობა უნდა ასწავლონ მათ მოსწავლეებს და სწორედ მოსწავლეების მომავლისთვის იბრძვიან ისინი, სწორედ ასე ამბობენ აქ მოსული მასწავლებლები და ამბობენ, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ. გეტყვით იმასაც, რომ ეს უკვე მეოთხე მარშია, რაც მასწავლებლებმა აი ამ საპროტესტო ტალღის დროს ჩაატარეს და სწორედ რამდენიმე წუთში, დაახლოებით 10 წუთში ისინი უკვე გაემართებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევს მოსწავლეებთან ისეთ ღირებულებებზე მსჯელობა, როგორიც არის დემოკრატია, როგორიც არის თანასწორი გარემო, როგორიც არის თანაბარ უფლებიანობა, სამართლიანობა, დემოკრატიული პრინციპები და ასე შემდეგ და დღეს ყველა ეს პრინციპი და ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, სწორედ რომ მიმაჩნია აუცილებელი და მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ჩართულობა, რადგან ყველაფერი, რასაც ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით, არ დარჩეს უბრალოდ სარეალ თეორიებად და მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მართლად იცხოვრონ და არა მხოლოდ მოსწავლეებმა, ყველა მოქალაქემ ისეთ გარემოში, სადაც ეს მნიშვნელოვანი პრინციპები იქნება დაცული, რადგან დღეს ადამიანები ისჯებიან აქტიური მოქალაქეობის გამო, აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო, სამართლიანობის მოთხოვნის და თანაბარ უფლებიანობის მოთხოვნის გამო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთ პირობებში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავრჩეთ ჩუმად და ვაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილები მხოლოდ აუდიტორიებს შიგნით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამოქალაქო პოზიციაც დღეს გამოვხატოთ იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. აუცილებელია მასწავლებელი იყოს ჩართული რა თქმა უნდა პოლიტიკაში, არ არსებობს ასეთი ტერმინი აპოლიტიკური მასწავლებელი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი მოქალაქეა, შესაბამისად პოლიტიკას ქმნიან მოქალაქეები და არა ერთეული პირები. შესაბამისად მასწავლებელი როგორც აღმზრდელი ამ შემთხვევაში აუცილებელია იყოს ჩართული ამ პროცესებში, მიიღოს მონაწილეობა, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ კი საჭირო იქნება სწორი არჩევანი გააკეთოს და რა თქმა უნდა კონკრეტულ მხარეს დადგეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია მასწავლებელიც იყოს როგორც ყველა დანარჩენი სხვა სფეროს წარმომადგენელი ამ პროცესში ჩართული. იმიტომ რომ მასწავლებელსაც ისევე აზიანებს ეს სიტუაცია, როგორც თქვათ ტურიზმის სფეროში დასაქმებულს, როგორც ლექტორს, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულს და ასე შემდეგ. მასშტაბი აუცილებლად გაგრძელდება თუ სიტუაცია არ დარეგულირდება ქვეყანაში და თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, თუ არ გამოუშვებენ რეჟიმის ტყვეებს. ეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას და აუცილებლად შესასრულებელია ორივე მოთხოვნა. დღევანდელი მარში მოიცავს საზოგადოებრივ არხთან აქციის გამართვას, ჯერ პირველ რიგში საზოგადოებრივ არხთან მივალთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი არხი ეკუთვნოდეს მაყურებელს და მათ შორის იქაც უნდა ისმოდეს მასწავლებლის ხმა, იქაც უნდა ჟღერდებოდეს, იქ უნდა ჟღერდებოდეს სწორედაც სკოლისა და მოსწავლის პრობლემები. დღეს ეს შეუძლებელია ფაქტობრივად. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა. მასწავლებელთა საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება ძალიან მალე. ჩვენ მარშით გავუყვებით გზას და მივალთ საზოგადოებრივ მაუწყებლამდე. ჩვენ ახლა კადრში შეგვიძლია ვნახოთ მასწავლებლების სიტყვით გამოსვლები და ხედავთ უდიდეს ბანერს დაიცავი მასწავლებლის უფლებები, დაიცავი მოსწავლის მომავალი და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია ასევე ამ ბანერზე დატანილი. ასევე თქვენ ხედავთ სხვა ბანერებსაც, რომლებიც
მოტანილი აქვთ აქ მასწავლებლები მართავენ მსოფლიოს მაგალითად. სწორედ აი ასეთი არის გზავნილები მასწავლებელთა საპროტესტო აქციიდან, როგორც გითხარით, აქ არიან მოსულები სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები და ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და მათ სურთ, რომ მათმა მოსწავლეებმა ევროკავშირში გააგრძელონ ცხოვრება და სწორედ ამიტომ ისინი იბრძვიან და უკვე მეოთხე მარშია, რაც მასწავლებლები მართავენ, უკვე მეოთხე მარშია ეს და ისინი ამბობენ, რომ კვლავ განაგრძობენ ბრძოლას და უკვე საბოლოოდ ისინი დღეს 43 პროტესტის 43 დღეს შეუერთდებიან სხვა მოქალაქეებს, რომლებიც 19 საათიდან იკრიბებიან საქართველოს პარლამენტთან.